ილიაობის პირველი დღე ყვარელში გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა. ტრადიციული სანახაობები, ფოლკლორი და ეროვნული კერძების დაგემოვნება. დღეს ყვარელში ასობით სტუმარი ჩავიდა, გაიხსნა ტურისტული ცენტრი და სპორტული კომპლექსი. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მსახიობებმა მწერლის ნაწარმოებებიდან პერსონაჟები გააცოცხლეს. ზვიად რუაძის და შოთა კიკნაძის რეპორტაჟი ყვარლიდან. შეწვეს მწვადი, ამოავლეს ჩურჩხელა და გამოხადეს არაყი. კახელები დღეს ილიაობას აღნიშნავენ. ყვარელში ილია ჭავჭავაძის დაბადების 173 წელი განსაკუთრებულად იზეიმეს. კახურ ტრადიციებთან საზიაროდ ყვარელში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი შეიკრიბა. საქართველოში და კახეთში სული არის, მაგარი, ლამაზი არის. აი ამდენად ლამაზი თუ იქნებოდა საერთოდ ყველაფერს ნამდვილად არ მოველოდი. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ილია ჭავჭავაძის პერსონაჟები მსახიობებმა სწორედ აქ გააცოცხლეს. კახეთში ჩასული სტუმრებისათვის ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა სხვადასხვა კუთხური სიმღერები ღია ცის ქვეშ შეასრულეს. ყვარელში დღეს ხალხური რეწვის ნიმუშებიც გამოფინეს. ქართულ თექას და სხვა ხელნაკეთ ნივთებს დღესასწაულის სტუმრები ხალხური სიმღერების ფონზე ათვალიერებდნენ. განწყობა ძალიან კარგია, ღონისძიებები მრავალფეროვანია, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყვარელი ცოტა ხანში სულ უფრო და უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტული თვალსაზრისით. კახეთი მწვადის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომაც ყვარელში სტუმრების უმეტესობა სწორედ ამ კერძს აგემოვნებდა. ყვარლის ციხის ეზოში სპეციალურად დადგმულ ფაცხებში კახური სუფრა გაიშალა. გემრიელი კერძების გარდა დღეს კახეთში სტუმრებს საინტერესო სანახაობაც დახვდათ. ქალაქის ცენტრში ფალავნები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ. მოსის სტუმრებს თავაზობთ მწვადს, გემრიელ ღვინოს, ყურძენს, ხილია, რავის ყველა შემოდგომის ნობათიც უსადმე რამე არსებობს, ამ ჩვენ ფაცხაშია სულ ყველაფერი. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს უკვე შესრულებული და მომავალშიც ბევრი პროექტი გეგმება და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი გრანდიოზული ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს. ქალაქის ისტორიაში პირველად ყვარელს საპატიო მოქალაქე ყავს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით საპატიო მოქალაქის წოდება დეპუტატ არჩილ გეგენავას მიენიჭა. ძალიან დიდი სიხარულია, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ ღმერთმა აკნას, რომ ღირსეულად შევძლო საპატიო ყვარლების წოდების დარება. ყვარელში დღეიდან ტურიზმის ცენტრიც იმუშავებს, რომელიც ჩასულ ტურისტებს ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. ახალი ცენტრი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირადად გახსნა. ასეთი ტიპის საინფორმაციო ცენტრები ხალხს უწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას საქართველოში და რა თქმა უნდა კახეთი არის ერთ-ერთი ისეთი კუთხე, სადაც ტურიზმი არის ტურიზმის განვითარებას აქვს დიდი პოტენციალი. დღესვე წითელი ლენტი გაიჭრა ქალაქის სპორტულ კომპლექსში. ჩვენ შევმატეთ ერთი ლამაზი სპორტის სასახლე ყვარელში, რომელიც აღჭურვილი არის თანამედროვე სპორტული ინვენტარით. მე მინდა მივულოცო ყველა ყვარელეს და ყველა საქართველოს დღევანდელი. ილიაობა ყვარელში მთელი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა. დღესასწაულის ორგანიზატორი მხარის რწმუნებულთან ერთად ტურიზმის დეპარტამენტია. სახალხო ზეიმი ყვარლის ცენტრში ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.